ზალუჟნიმ აღიარა, რომ ამერიკა და ბრიტანეთი კონფლიქტის დაწყებიდანვე ჩართულები არიან უკრაინული ოპერაციების დაგეგმვაში რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. გასულ კვირაში ბევრს ლაპარაკობდნენ ვისბადენის შესახებ. ეს შტაბი მართლაც იქცა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ოპერაციების დაგეგმვისა და მათი რეალიზაციებისთვის საჭიროებათა ჩამოყალიბების საიდუმლო იარაღად და მე თქვენ გიამბობთ ახლა როგორ იქნებოდა ის. სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ დახმარება ჩვენი პარტნიორებისგან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ მივიღეთ 1000 გვარი იარაღი და ტექნიკა და მათთან ერთად ახალი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო მათ მოწოდებასა და რემონტთან. სწორედ ამის გამო 2022 წლის აპრილში შევქმნით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების კოორდინაციის ცენტრი. ის ბაზირირებული იყო შეერთებული შტატების სარდლობის ევროპულ შტაბ-ბინაში, გერმანიის შტუტგარტში. რაღაც დროის შემდეგ ამ ბაზის მუშაობა გაგრძელდა ვისბადენში. საბოლოოდ ჩვენ მივხვდით, რომ გვჭირდებოდა პარტნიორებთან ერთობლივი ოპერატიული შტაბი, რომელიც შეაფასებდა ჩვენს საჭიროებებს ტექნიკასა და შეიარაღებაში, გამომდინარე ოპერაციების დაგეგმვიდან. დიდი ბრიტანეთის წყალობით ეს იდეა განხორციელდა. ამ შტაბში იგეგმებოდა ოპერაციები, ტარდებოდა საბრძოლო თამაშები, ყალიბდებოდა უკრაინული არმიის საჭიროებები და გადაიცემოდა ისინი ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში. ეს მოედანი იქცა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთქმედების შესანიშნავ მექანიზმად მომავალ სამხედრო ოპერაციებთან და მათ საჭიროებებთან მიმართებით, დაწერა ზალუჟნიმ. ნიუ-იორკ პოსტი პროკურორებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმელი უელსი რუტი სარაკეტო მოწყობილობის ყიდვას უკრაინაში ცდილობდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რუტი ცდილობდა სარაკეტო მოწყობილობის ყიდვას უკრაინაში სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე დაპატიმრებამდე. რუტი დააპატიმრეს ბრალდებით, რომ იგი ცდილობდა დონალდ ტრამპის მოკლას მის გოლფის მოედანზე ფლორიდაში. მკვლელობაში ბრალდებული 58 წლის კაცი ცდილობდა იარაღის ყიდვას ადამიანისგან, რომელსაც უკრაინელად მიიჩნევდა და რომელსაც წვდომა ჰქონდა სამხედრო იარაღთან, განაცხადეს ფედერალურმა პროკურორებმა ორშაბათს წარდგენილ შუამდგომლობაში. ერთ-ერთ მიმოწერაში, რომელიც ხორციელდებოდა შეტყობინების გაცვლის დაშიფრულ აპლიკაციაში, რუტმა თითქოს თხოვა პარტნიორს გაეგზავნა მისთვის რეაქტიული ყუმბარა ან სტინგერი. მე ვნახავ რის გაკეთებას შევძლებთ. ტრამპი ცუდია უკრაინისთვის, ნათქვამია დოკუმენტში მოყვანილ ციტატაში. მოგვიანებით რუტი დაინტერესა ფასით და შეძლებდა თუ არა ადამიანი მისთვის ამ იარაღის გაგზავნას. მე მჭირდება მოწყობილობა, რომ ტრამპი ვერ აირჩიონ, წერს ის ოფიციალური დოკუმენტის თანახმად. რაღაც მომენტში რუტმა თითქოს აღიარა, რომ არ შეუძლია უბრალოდ მაღაზიაში მისვლა სარაკეტო მოწყობილობის საყიდლად. ადგილობრივ მაღაზიაში ასეთი რაღაცისთვის მისვლა შეუძლებელია, თუმცა თქვენ ომში ხართ, სადაც მსგავსი რაღაცეები ყოველდღიურად იკარგება და ნადგურდება, ამიტომ ერთ დანაკარგს ვერ შეამჩნევენ, თითქოს წერს იგი. მოგვიანებით მან გაუგზავნა სავარაუდო თანამძრახველს ტრამპის თვითმფრინავის ფოტო მინაწერით. ის ყოველდღე ადის აქ და შემდეგ ჩამოდის, ნათქვამია სასამართლოს დოკუმენტებში. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ეს შეტყობინებები არის მტკიცებულება იმისა, რომ რუტი ტრამპის მოკლას გეგმავდა. უმცროსმა დონალდ ტრამპმა უკრაინა დაადანაშაულა იმაში, რომ მათ არაფერი თქვეს მამამისზე თავდასხმელი რაიან უელსი რუტის მცდელობაზე ეყიდა იარაღი უკრაინაში დაპატიმრებამდე ერთი თვით ადრე. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ცუდია, როდესაც უკრაინას არც ერთხელ უთქვამს მადლობა იმისთვის, რომ მას შეერთებულმა შტატებმა გაუკეთეს, ფიქრობ გაცილებით სერიოზულია ის ფაქტი, რომ მათ, როგორც ჩანს, არ შეეგვატყობინებს, რომ ეს სოციოპატი პირდაპირ ყიდულობდა მათგან იარაღს მამაჩემის მოსაკლავად. საინტერესოა რატომ. დონალდ ტრამპმა კვლავ გაიხსენა კუდიანებზე ნადირობის ისტორია, რომლის გადატანაც მოუხდათ მას და ვლადიმერ პუტინს სრულ ბრალდებებთან დაკავშირებით რუსეთის ჩარევაზე 2016 წლის ამერიკის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ. ეს იყო სირცხვილი, მაგრამ ჩვენ მას გავუმკლავდით. ადამ შიფი ხელმძღვანელობდა ამ ცრუკუდიანებზე ნადირობას. რუსეთი, ეს იყო გამოგონილი ისტორია.
დაფიქრდით ამაზე. ისინი იგონებდნენ ისტორიას, მათ იციან, რომ ეს სიცრუეა, ეს გრძელდებოდა წელიწად ნახევრის 2 წლის განმავლობაში. რუსეთი. მათ იჩივლეს იმაზე, თუ რატომ წააგო ჰილარი მარჩევნები, რადგან ელოდნენ, რომ ეს უწესო ჰილარი გაიმარჯვებდა არჩევნებში. ეს გაიძვერა ადამი. მე მყავს შვილი, პატარა შვილი, ვაჟი, რომელსაც უთხრეს, რომ ციხეში ჩავსვავდნენ იმისთვის, რომ მას არც კი ესმოდა. მან თქვა: მამა, არ მესმის რა ხდება. ისინი განაგრძობენ იმაზე ლაპარაკს, რომ მე რუსეთთან ვარ დაკავშირებული. მამა, ყველაფერს გეფიცები, მე არაფერი ვიცი რუსეთის შესახებ და მაინც ადამ შიფი გამოდის და აკეთებს განცხადებას თავის შეთხზულ მისტიფიკაციაზე, რომელიც იცის, რომ სრული სიცრუეა. რამდენად ცუდი ადამიანი უნდა იყო ეს რომ გააკეთო. მათ ისეთი ტრამვა მიაყენეს ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს. ეს ცუდი ხალხია, ისინი ავადმყოფი დეგენერატები არიან. ისინი იგონებენ ისტორიას რუსეთის შესახებ. ეს იყო სიცრუე და საბოლოო ჯამში ახლა მათ აღიარეს, რომ ეს იყო სიცრუე. სერბეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით ბრიუსელმა პრეზიდენტ ვუჩიჩის დამხობის პროექტი ჩაიფიქრა დასავლური სპეცსამსახურების დახმარებით. ბელგრადის ქუჩებში თემი მთავრობის დამხობის მცდელობა ეს არ არის უკმაყოფილოთა პროტესტი, არამედ ესაა დასავლური სპეცსამსახურების აქტიური მუშაობა და ბრიუსელის ადმინისტრაციის პოლიტიკური პროექტი, განაცხადა ალექსანდრ ვულინმა. მან ასევე თქვა, რომ სერბეთი არასოდეს დაიწყებს რუსეთთან ომს ევროკავშირის წევრობის გამო. ბლუმბერგის ცნობით რუსეთისადმი შიშის გამო ევროპა ამერიკას კონტინენტიდან ჯარების გაყვანის შენელებას თხოვს. გამოცემის წყაროების ცნობით ევროპელი მოკავშირეები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს ნატოს თავდაცვის დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით კონტინენტზე თავისი სამხედრო ნაწილების შემცირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გეგმის კოორდინირება მოახდინოს. ევროპელი ოფიციალური პირები თანხმდებიან იმაზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ალბათობით გაიყვანს დაახლოებით 80,000 ამერიკელ სამხედროს, რომლებიც დისლოცირებულები არიან ევროპაში, მათ შორის ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრებათ. იტყობინებიან წყაროები, რომლებსაც გამოცემას ინფორმაცია კერძო საუბრებში გაუზიარეს და სთხოვეს მათი სახელები არ გაემხილათ. სიტუაციის კომენტირებისას ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯარების განთავსების საკითხი შეერთებული შტატების კომპეტენციაში შედის. ევროპიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეუძლია ძირი გამოუთხაროს ნატოს მოკავშირეების აქტიურ ძალისხმევას გაზარდონ შესაძლებლობები რუსეთის აგრესიის შეკავებასთან დაკავშირებით. კონტინენტი ძველებურად ძალიან დამოკიდებულია ვაშინგტონის სამხედრო ხელმძღვანელობაზე და ლიდერები ცდილობენ სწრაფად განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ამ ცდილობების ფონზე სერიოზული უთანხმოებაა ევროკავშირის შიგნით იმის თაობაზე, თუ როგორ დააფინანსონ გაზრდილი სამხედრო ხარჯები და გააცოცხლონ ევროპის მოდუნებული თავდაცვითი სექტორი, წერს გამოცემა. ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ ვერ მიიღებენ წინასწარ შეტყობინებას ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ათასობით ამერიკელი სამხედროს გაყვანის თაობაზე ინფორმაციას მხოლოდ მედიიდან შეიტყობენ, ამბობენ გამოცემის წყაროები. ჯარების შეზღუდული გაყვანაც კი იქნება იმის ნიშანი, რომ შეერთებული შტატები ასუსტებს თავის მხარდაჭერას ნატოს ფრონტისპირა სახელმწიფოების მიმართ, როგორებიცაა პოლონეთი და რუმინეთი. ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება გააღრმაოს უთანხმოებები ალიანსის შიგნით და გაათამამოს მოსკოვი, რომლის ჯარებიც განაგრძობენ წინსვლას უკრაინის ტერიტორიაზე. წუხ სტატიის ავტორი. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინის არმიის სხვა ქვეყნებში გაგზავნა შესაძლებელი ხდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უკრაინის არმიას შეუძლია იმყოფებოდეს უცხოეთში უკრაინის თავდაცვისა და მის წინააღმდეგ აგრესიის მოგერიებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის პერიოდში შესაძლებელს ხდის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილების უცხოეთში გაგზავნას. დოკუმენტი უმაღლესი რადის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მაშინ ნათქვამია, რომ უკრაინის არმიის ნაწილების საომარი მდგომარეობის დროს უნდა იყვნენ საზღვარგარეთ, რათა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება, თავდაცვა და მოიგერიონ აგრესია მის წინააღმდეგ გაეროს წესდების 51 მუხლის თანახმად. ნაგულისხმებია, რომ უკრაინელი სამხედროების მესამე ქვეყნებში გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის პარლამენტში კანონპროექტი შევიდა იანვრის დასაწყისში. განმარტებით ბარათში ნათქვამი იყო, რომ გახანგრძლივებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით გაჩნდა სამხედროების პარტნიორულ ქვეყნების ტერიტორიაზე გაგზავნის მექანიზმის დახვეწის აუცილებლობა. უკრაინელი სამხედროების საზღვარგარეთ ყოფნა ხელს შეუწყობს სამხედრო ტექნიკის მიღების დაჩქარებას, ასევე მისი გამოყენების სწრაფად ათვისებას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, წერია დოკუმენტში. უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა 2022 წლის 24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანის დღეს. მომდევნო დღეს 25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას 2025 წლის 5 თებერვალს ორივე დოკუმენტის მოქმედების რეჟიმი გახანგრძლივდა 9 მაისამდე. რუმინეთი შეიძლება იყოს საკვანძო საწყისი წერტილი ნატოს მიერ დაგეგმილი მესამე მსოფლიო ომისთვის, განუცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ ტაკერ კარლსონს. და რა თქმა უნდა მათ სურთ მესამე მსოფლიო ომის დაწყება რუმინეთიდან და ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ ჩართონ მთელი ევროპა, ისევე როგორც შეერთებული შტატები. მათ აქვთ ინტერესი ომის მიმართ. რუმინეთს აქვს ყველაზე გრძელი საზღვარი უკრაინასთან, ასე რომ ნომერ პირველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილი რუმინეთი, ნომერ მეორე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრუქტურა, მესამე ნომერი არის რეგიონალური გავლენა. მოლდოვა მნიშვნელოვანია შავი ზღვისთვის და ასევე არის ბერკეტი ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგომარეობისთვის. და მათ ეს იციან, მათ ეს ძალიან კარგად იციან, მათ სურთ ნატო შემტევ ძალად აქციონ. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, ეს იყო ჩემი თვალსაზრისი ყოველთვის. პირველ რიგში მე ვთქვი, რომ ეს ჩვენი ომი არ არის, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ეროვნული ინტერესი არის დიპლომატიური მოლაპარაკებები და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდობის შუამავალი. მათ ეს არ მოსწონთ, იმიტომ რომ ბევრი რამის დამალვა უნდათ, რაც დღესაც ზუსტად არ ვიცით, რატომ ახდენენ ჩვენზე ამდენ ზეწოლას, ახორციელებენ ზეწოლას ომზე.